ეფექტიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად შექმნილი ალგორითმები გულგრილები არიან ბავშვთა მოვლის გადაუდებელი შემთხვევების მიმართ. გულგრილები არიან დასაქმებულ და ნელა განვითარების მიმართ, რადგან ისინი ჯერ კიდევ საქმეს სწავლობენ. ისინი არ აწარმოებენ მოლაპარაკებას, რათა იპოვონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ავადმყოფ დასაქმებულს გამოსავლის პოვნაში დაეხმარება. ალგორითმული მენეჯმენტი ამძაფრებს ძალის დისბალანსს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, რადგან არ იცავს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან. ალგორითმები შრომითი ურთიერთობებიდან იღებენ კრიტიკულ ადამიანურ ფუნქციებს. სწორედ ამას უწოდებდა ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო სინანულის ბუნებრივ გრძნობას და თანდაყოლი ზიზღს სხვისი ტანჯვის დანახვისას. იმის მიუხედავად, რომ ყველა მენეჯერი თანამგრძნობი არ არის, 0%-ია იმის შანსი, რომ ალგორითმი მენეჯერები ასეთები იყვნენ საერთოდ. შესაძლოა ბიზნესებმა დაასკვნათ, რომ ალგორითმული მენეჯმენტი ძლიერ შემოსავლიანია, მაგრამ მოგების მიღების აუცილებლობა ნამდვილად არ არის თანამშრომლის ტანჯვის მოთმენის მიზეზი. პიტერმა თავისი უფროსის მართვა თანდათან ისწავლა და სამსახური სასიამოვნო გახადა. მან ამას იმით მიაღწია, რომ თავისი ფასი აჩვენა და მაღალი დონის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას წარმოაჩინა. კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ მოახერხებდა ის ამას, მისი უფროსი რომ ალგორითმი ყოფილიყო. ბოლო წლებია ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, ხოლო 2040 წლისთვის ექსპერტების ვარაუდით ის ადამიანის ინტელექტს ყველა პარამეტრით აჯობებს და გრძნობების იმიტაციასაც შეძლებს. უკვე დღეს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ჩვენი ვირტუალური ასისტენტები რუტინულ სამუშაოს წარმოუდგენად სწრაფად ასრულებენ, მაშინ როცა ადამიანს ამისთვის გარკვეული დრო სჭირდება.